მოგესალმებით. Ჩვენი დღევანდელი ინტერვიუ გამოწვეულია გუშინდელი ფაქტით, რომელიც არ არის ერთჯერადი ფაქტი და ხშირად გამეორდა და სწორედ ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ ამ მოვლენისთვის მიგვეწყნა რაღაცა მცირე ინტერვიუ, სადაც თქვენ როგორც საპატრიარქოს წარმომადგენელი განმარტავდით რამდენიმე საკითხს, რომ საზოგადოებისთვის იყოს გარკვეული თუ რა პრინციპებით ხელმძღვანელობს საპატრიარქო თავისი ქმედებებისას. ერთი შეხედვით იკვეთება აზრი, რომ ზოგიერთი მედია საშუალება ცდილობს, რომ კონკრეტული ქმედებები საპატრიარქოსი ან და მასთან დაკავშირებული რაღაც მოვლენები წარმოაჩინოს კონტექსტიდან სრულიად ამოგლეჯილად და შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს და საპატრიარქო მოქმედებს სახელმწიფოებრივი ინტერესების საპირისპიროდაც კი. აი ამგვარი მცდელობებიც არის ხოლმე ხშირად. გუშინ რუსთავიორში გავიდა სიუჟეტი, სადაც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ საქართველოში სტუმრად არის ჩამოსული რუსეთის დუმის წარმომადგენელი და რომ ის ჩამოვიდა აქ საპატრიარქოს წარმომადგენლის მოწვევით, აი ასეთი განცხადება გაკეთდა პირდაპირ რუსთავიორის ეთერში და რომ ის მიიღო პატრიარქმა, განსაკუთრებული პატივით შეხვდა მას, ქონდა მასთან რაღაც საიდუმლო საუბარი, თავად აი ამ განცხადებას, რომელიც რუსთავიორმა გაავრცელა გუშინ წერილობით განცხადებას თავის გვერდზე, ქონდა ესეთი სათაური ვლადიმერ პუტინის თანაპარტიელი თბილისში საიდუმლო ვიზიტით იმყოფება. აი, ძალიან გთხოვთ, მოგვიყვეთ რა მოხდა სინამდვილეში პირველ რიგში, რანაირად მოხდა ეს ადამიანი, ვისი მოწვევით ჩამოვიდა და ნამდვილად ჰქონდა თუ არა მას რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა უწმინდესთან და უნიტარესთან. პირველ რიგში სანამ ამ ფაქტის შესახებ მოგახსენებდეთ, მე მინდა ჩემი გულის ტკივილი გამოვთქვა რაღაც აი ამ ბოლო დროს ძალიან ესე აქტიურად, მიზანმიმართულად თითქოს ყველანაირ საქმეში ცდილობენ საპატრიარქოს ჩარევას და ჩართვას, ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის რაღაცა თემა, ეხება თუ არ ეხება თემა. აი ძალიან ხშირი შემთხვევებია ჩვენ და სამწუხაროდ, ну რა თქმა უნდა ეს ვერაფერს სხვას ვერ ვიტყვი თუ არა ის რომ დავალება არის ვიღაცისგან რომ რაღაცნაირად საპატრიარქოს დისკრედიტაცია მოხდეს ესე როგორც თვითონ ამ ტერმინს ხშირად იყენებენ. რაც შეეხება თვითონ აი ამ ფაქტს, მე მინდა გითხრათ, როგორც გავარკვიეთ, რომ ეს ადამიანი საქართველოში ყოფილა არაერთგზის ნამყოფი, მათ შორის სანამ გახდებოდა დუმის დეპუტატი იქამდეც კი, ეს ადამიანი ყოფილა მორწმუნე, რომელიც დადის მოსალოცად საქართველოში, ყვარებია საქართველოს სიწმინდების მოლოცვა, როგორც ჩვენ გვითხრეს. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამ ფაქტს მე გახლავართ საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე. შესაბამისად, აბსოლუტურად ყველა წერილი, რომელსაც ჩვენ ან მოსაწვევის სახით ვაგზავნით თუ ამ ურთიერთობებში რაც შედის, ყველა წერილი ფაქტიურად ჩემს ხელში გადის. მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ არანაირი მოწვევა საპატრიარქოს მხრიდან არ ყოფილა დუმის დეპუტატისა, აღნიშნული დუმის დეპუტატისა. იმიტომ რომ ჩვენთან არის დამკვიდრებული ორნაირი პრაქტიკა სტუმრის მიღების. ერთი არის რომ ჩვენ ვიღაცას ვიწვევთ, უგზავნით რომ გთხოვთ ჩამოგბრძანდეთ და ისინი პასუხობენ რომ შეუძლიათ თუ არ შეუძლიათ ამ დროში ჩამოგბრძანება. მეორეა მათგან მოდის ინიციატივა და ისინი გთხოვენ თვითონ რომ აი ჩვენ გვინდა ჩამოსვლა და რაღაცა შეხვედრები თუ შეიძლება დაგვიგეგმეთ ან პატრიარქთან, ან თქვათ კონკრეტული შეიძლება საგარეო საქმესთან გქონდეთ რაღაც საქმე ან ქორ ეპისკოპოსთან და ასე შემდგომ. მსგავსი ფაქტი საპატრიარქოში არ ყოფილა. როგორც ჩანს ეს ადამიანი ჩამოსულია საქართველოში მოსალოცად, ჩამოსულია სამღვდელოებასთან ერთად. რაც შეეხება იქ გაჟღერებულ ფაქტს, რომ თითქოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა მოიწვია, ისინი უნდა გითხრათ, რომ არქიმანდრიტი გიორგი გურჩიანი არის საქართველოს საპატრიარქოს მოქმედი მღვდელი, მაგრამ საპატრიარქოს წარმომადგენლად ამ შემთხვევაში მისი დასახელება არასწორი გახლავთ, იმიტომ რომ უამრავი მღვდელი ყავს საქართველოს საპატრიარქოს, მაგრამ წარმომადგენლობა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენი წარმომადგენელია სულ ყველა, მაგრამ არაოფიციალური. გულისხმობ იმას, რომ მას საპატრიარქოს სახელით მოწვევის უფლება არავისი არ აქვს. ჯერ ერთი მამა გიორგის მოწვევით არ ჩამოსულან ეს ადამიანები, იმიტომ რომ როგორც გაირკვა, ყოველ წელს ჩამოდიან თურმე მოსალოცად. აქ საუბარია იმ სამღვდელოებაზე, რომელიც ესტუმრა საქართველოს პატრიარქის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით, ისინი არიან პეტერბურგის სამღვდელოება, ასევე კიევიდანაც იყო სამღვდელოება ჩამოსული და მათ ახლდნენ ამ სამღვდელოებასთან ერთად იყო ერის ადამიანებიც, რომლებიც ჩვენ არც მათი თანამდებობა და არც მათი სახელი და გვარი, რა თქმა უნდა, არა გვაქვს ამისი ბერკეტები, რომ საზღვარზე ვინ შემოდის და ვინ გადის, გავაკონტროლოთ, ვინ დუმის დეპუტატია და ვინ, თქვათ, რა თანამდებობაზე მუშაობს რუსეთში იქნება თუ სხვადასხვა სახელმწიფოებში. შესაბამისად, თუ ამ ადამიანის საქართველოში შემოსვლა არ შეიძლებოდა, ეს უნდა მიმართონ სხვა ორგანოებს და უნდა სხვაგან დააყენონ ეს საკითხი. საპატრიარქო ამას ვერ გააკონტროლებს. რაც შეეხება იმას, რომ ეს ადამიანი საპატრიარქოში ბრძანდებოდა და იქ ითქვეს, რომ პატრიარქმა მიიღო, ესეც ტყუილი გახლავთ, იმიტომ რომ პატრიარქთან მიღება
რაღაცა ან საიდუმლო შეხვედრა, ან რაღაცა ცალკე შეხვედრა, მსგავსი არაფერი არ ყოფილა. ეს იყო ძალიან ხალხმრავალი, ესე იგი, საღამო, შეიძლება ესე დავარქვათ ამას, პატრიარქის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით. სამების გალობელთა გუნდი, სიონის გუნდი, იქ არაერთი ცნობილი სახე იყო მობრძანებული იმისთვის, რომ მისი უწმინდესობისთვის ანგელოზის დღე მიელოცა, მეც იქ ვიყავი. მოვიდა ეს სამღვდელოებაც, სტუმარი სამღვდელოებას გულისხმობ, პეტერბურგიდან და კიევიდან იყვნენ წარმოდგენილი ეს სამღვდელოება. ეს ცალ-ცალკე ჯგუფია, რაც უბრალოდ ვასახელებ, რომ უცხო სახეები მხოლოდ ესენი იყვნენ ჩვენთან და მათ ახლდნენ ერისკაცები. და რა თქმა უნდა, პატრიარქთან ყველა სათითაოდ მიგვეცა ამის საშუალება, რომ მივსულიყავი და მიგველოცა, ეს ადამიანებიც იყვნენ ამ რიგში. მივიდნენ უწმინდესთან და მათაც მიულოცეთ. არავითარი ცალკე შეხვედრა, არავითარი საქმიანი საუბარი, არავითარი საქმიანი ვიზიტი არ ყოფილა და ამ სიცრუის ტირაჟირება, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, რომ თითქოს საპატრიარქომ მოიწვია, ან საპატრიარქოს წარმომადგენელმა მოიწვია, ან შეხვედრა იყო, გახლავთ ტყუილი. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ამ შესაძლებლად. უფრო მეტიც მამაო, როდესაც დაიწყო სიუჟეტი, პირველი რაც თქვეს იყო ესეთი რამ, ციტატას მოგახსენეთ, პუტინს აფხაზეთში ელოდებიან, მანამდე კი საქართველოში მასპინძლობენ აი ამ დუმის წარმომადგენელს. ანუ ეს ორი მოვლენა, პუტინს რომ აფხაზეთში ელოდებიან და საპატრიარქოში რომ როგორც მომლოცველი ისე მივიდა ეს ადამიანი, ერთნაირად აღიქმნება. არადა უცნაური ის არის, რომ ჩვენმა ჟურნალისტმა არც კი იცოდა, იყო თუ არა ეს ადამიანი იქ და რატომ არ იცოდა მას, რომ იქ ვინმე პატივით დახვედრო და მისი სახელი რო იქ ვინმე შეხსენებინა, ცხადია ჩვენ გვეცოდინებოდა. და იმ კადრებში, რომლის დამონტაჟებასაც ჩვენ თითქოს და გვაბრალებენ, რომ ჩვენ კადრები დავამონტაჟეთ, ცხადია ხა ნებისმიერი მასალა მონტაჟდება, მაგრამ რაღაცა აზრით დავამონტაჟეთ, რომელიც მე თვითონ გაუშვეს, სხვათა შორის თავის ეთერში ჩვენი ლოგოთი ჩანს იქ ეს ადამიანი ჩვეულებრივ, ასე რომ არც კი ვიცოდით ვინ იყო და შესაბამისად არც დაგვიმონტაჟებია, იმიტომ რომ იქ იყო ერთი ჩვეულებრივი მომლოცველი. აი ეს და აი ერთი რამ მინდა დავაფიქსირო, რომ იქ გაჟღერდა, რომ პატრიარქმა დალოცა. რა ძალიან ხშირად არასწორი კონტექსტით გაიგება. იმიტომ რომ ერთი არის, როდესაც ადამიანი მიდის რაღაცა საქმიანი წინადადებით უწმინდესთან და ეუბნება, რომ რაღაცა ესეთი საქმე უნდა გავაკეთო, პატრიარქი დალოცავს მას, ეტყვის, რომ კარგი საქმეა და უნდა გააკეთო. მეორეა, რომ უბრალოდ ჩამოხვედი ადამიანთან, რომელიც იცი, რომ სულიერი მოძღვარია, სულიერი მამაა, სულიერი გამოცდილების მქონე ადამიანი და მიდიხარ მასთან, რომ რაღაცა მადლი გამოითხოვო და დალოცვას ითხოვ მისგან, რომ დამლოცეთ. შეიძლება ეს დალოცვას გამოსწორებას ესეთი დალოცვა მე მინდა გითხრათ, რომ არამართლმადიდებლებიც კი ჩამოდიან და ბოლო ფაქტი, რომელიც გაჟღერდა ჩვენს ეთერში, ეს გახლავთ სულიერი ლიდერი ამიერკავკასიის მუსულმანური თემისა, რომელიც ჩამობრძანდა საქართველოში მის უწმინდესობას 40 წლის აღსახსრებისთან დაკავშირებით, რომ მიელოცა ეს საიუბილეო დღეები და ჩამოიყვანა თავის ოჯახი და თხოვა, რომ ძალიან გთხოვთ, რომ დაგვლოცეთო. ასე რომ ეს დალოცვა როგორ ფიქრობთ ახლა უწმინდესმა თქვენ არ დაგლოცავთ თუ როგორ ეტყოდა? ამიტომ ეს დალოცვა არ არის რაღაცა საქმიანი დალოცვა, რომ თითქოს რაღაცა საქმე იქნა შეთანხმებული, ან რაღაცა საქმეზე იყო ზოგადად ლაპარაკი. ყველანი მივედით იქ, რომ უწმინდესისთვის მიგველოცა და მას დაველოცეთ. ასე რომ ამ ლოცვა-კურთხევასა და ზოგად ლოცვა-კურთხევა, საქმე ლოცვა-კურთხევას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა და ამ კონტექსტში არ შეიძლება ამ სიტყვების გამოყენება, ისევე როგორც არ შეიძლება თითქოს საპატრიარქოს წარმომადგენელი არქიმანდრიტი გიორგი გურჩიანი. არის საპატრიარქოს წარმომადგენელი როგორც მღვდელი, მაგრამ არა ოფიციალური, რომ მას შეეძლო საპატრიარქოს სახელით ვინმეს მოწვევა და საქართველოში მისი მიღება. დიახ, აი ამ საკითხზეც რამდენიმე სერიოზული დეზინფორმაცია იყო და მინდა რომ აი ციტატებით დავადასტურო ეს. ჯერ ცალსახად ამტკიცებდა კურიერი, რომ დუმის წევრი კავენიოვი საპატრიარქოს წარმომადგენლის მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში. შემდეგ, როდესაც მათ გააწკეთეს აი ეს განცხადება აი ამ სათაურით, რომ ის ვლადიმერ პუტინის თანაპარტიელი თბილისში საიძულო ვიზიტით ჩამოვიდაო, ამის შემდეგ დაიწერა, უცნობია ვისი მოწვევით ჩამოვიდა არტემ კავენიოვი საქართველოში. ამავე განცხადებაშია თითქოს მამა გიორგის ეკუთვნის ფრაზა, რომ ჩვენ საღამოს საპატრიარქოში მიგვიწვიეს. სინამდვილეში მათ ეს გადასცეს ეს ინტერვიუ მამა გიორგისთან, მამა გიორგის არ უთქვამს, რომ მიგვიწვიეს. მამა გიორგიმ თქვა, რომ ჩვენ ვიყავით საპატრიარქოში. ასე რომ აი ამგვარი ტყუილები, აი ასევე სიტყვებით თამაში მაგალითად, რომ ჩამოვიდა დელეგაცია. დელეგაცია ნიშნავს საქმიანი ვიზიტით ჩამოსულ ჯგუფს, ხო? ამ დროს მამა გიორგი რამდენჯერმე ამბობს, ჯგუფი ჩამოვიდა. აი ერთი რამე კიდე მამაო, რომელსაც ძალიან
ძალიან ხშირად გვეუბნებიან ხოლმე, რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო საქმეში, შესაბამისად სახელმწიფო ეკლესიის საქმეში. ამის ფონზე ჩვენგან მოითხოვენ იმას და საპატრიარქოსგან მოითხოვენ იმას, რომ საპატრიარქომ უარყოს ვიღაცის ჩამოსვლა. მაშინ როცა აი თვით აგვისტოს ომიდან მოყოლებული, ხო? არასოდეს არავის არ აუგზავნოს რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლა საქართველოს. თქვენ უკვე ბრძანეთ ამაზე სხვათა შორის. რანაირად შეიძლება რომ საპატრიარქომ თქვას უარი რომ არ ჩამოვიდნენ მოსალოცად რუსეთის მოქალაქეები, როდესაც სახელმწიფოს აქვს მათთვის მიცემული უფლება რომ ისინი ჩამოვიდნენ. აი ეს რა თქმა უნდა ამისი ბერკეტი ეკლესიას არ გააჩნია და არც უნდა გააჩნდეს, იმიტომ რომ ეკლესია არ არის მესაზღვრეობას ვერ დავიწყებთ ახლა ჩვენ რომ ვაკონტროლოთ ვინ შემოდის და ვინ გადის საქართველოს. ამისთვის არსებობს სპეციალური ორგანოები და ისინი აკონტროლებენ ამ საკითხებს, ასე რომ ჩვენ რომს გვინდოდეს მაინც ვერ ჩავერევით. არა გვაქვს ჩვენ იმისი უფლება რომ ვიღაცა გამოვაცხადოთ პერსონა ნონ გრატად რომ აი ჩვენთვის მიუღებელია მის ჩემ, იმიტომ რომ სახელმწიფო წყვეტს აი ამ საკითხებს და არა ეკლესია შემთხვევაში. და უნდა წყვეტდეს კიდეც რა თქმა უნდა. შესაბამისად, უამრავი ტურისტი ჩამოდის და ამ ტურისტებს ახლა ჩვენი თანამდებობრივად ახლა ჩვენ ნამდვილად არ ვიცით და უამრავი მომლოცველი ჩამოდის, ზოგი დასასვენებლად, ზოგი მართლა მოსალოცად და სიწმინდეების და თაყვანისცემის მიზნით, ასე რომ ძალიან რთულია რომ ეს რაღაცა ჩვენ ვაკონტროლებდეთ თითოეულს ახლა სახელობითად ვიცნობდეთ და ვიცოდეთ ვინ ჩამოდის ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა. და თუ მაინც და მაინც იმაზე ვილაპარაკებთ, ვის დახვდა პატივით უწმინდესი პატივით დახვდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, როდესაც მან თავის ინიციატივით მოინდომა, ოფიციალურად მოინდომა მას, რომ დახვედროდა სიონის საპატრიარქო ტაძარში. ამ მსგავსი რამს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, აი ამის ყვალსაც კი ვერსად ვხედავთ და რატომღაც ეს გახდა სალაპარაკო. კიდევ ერთი რამ, რაც ხშირად ხდება და გუშინ კიდევ ერთხელ განმეორდა. ცალკეული პოლიტიკური ფიგურები ან და პოლიტიკური ორგანიზაციები რაღაცნაირად მოიაზრება საპატრიარქოზე მიბმულად და მათ ქმედებებს განიხილავენ საპატრიარქოს ქმედებებთან ერთად. გუშინაც მსგავსი რაღაც მოხდა და ხშირად ხდება ხოლმე ასეთი რამე. და იქნებ თქვენ რაღაც ერთხელ კიდევ ახსნათ, რა დამოკიდებულება აქვს პოლიტიკური პარტიებისადმი უწმინდეს, ცალკეული ადამიანებისადმი, იქნება ეს თქვენ კიდევ ერთხელ გააგებინოთ. ეს რითიც დავიწყე საუბარი და გულის ტკივილი გამოდგე, ეს ნამდვილად გულის ტკივილია ჩემი. არავინ იფიქროს რომ მე ესე იგი მხოლოდ ვლაპარაკობ თემაზე და გული არ შემტკივა. რას გულისხმობ ამაში რომ აი ეს მიზანმიმართული ანგაჟირება ხდება რაღაცა თითქოს შეგნებული საზოგადოებისა არასწორი ინფორმაციის მიცემით. გაიგივება საპატრიარქო თითქოს რაღაცა რომელიღაც პოლიტიკურ გუნდს უჭერს მხარს, თითქოს ეს ვიღაცა კერძო პიროვნებებმა, მათ შორის სასულიერო პირებმა შეიძლება დააფიქსირეს თავისი აზრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საპატრიარქო ამ პოზიციაზეა. იმიტომ რომ პატრიარქისთვის და ეკლესიისთვის ზოგადად მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ყველა შვილია, რომელ პარტიულ ნიშანს ეკუთვნის ეს ადამიანი თუ რა ეროვნებას ეკუთვნის, საქართველოს მოქალაქე თუ კი ბრძანდება, ეკლესიისთვის აბსოლუტურად ყველა შვილად მოიაზრება. შესაბამისად, ეკლესიის მიზანი ის არის, რომ საქართველოში მშვიდობა, სტაბილიზაცია, ეკონომიურად უკეთესი მდგომარეობა იყოს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იყოს, ამისთვის ლოცულობს ეკლესია და გაიგივება რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, მის შეხედულებებთან ძალიან დიდი დანაშაულია ეს საზოგადოების წინაშე, იმიტომ რომ საზოგადოებაში შეყავს ამ შემთხვევაში, საზოგადოება შეყავს შეცდომაში, ამ შემთხვევაში ჟურნალისტს, როდესაც ის ამბობს, რომ თითქოს აი ამ პოლიტიკური მით უმეტეს არაერთხელ იყო, როდესაც პატრიარქმა სწორედაც რომ ყველაზე უფრო უკეთესი როლი ითამაშა, მაშინ როდესაც შეიძლება ადამიანები ერთმანეთს დაპირისპირებოდნენ. რა თქმა უნდა, ყოველთვის პატრიარქი ცდილობდა რომ მომრიგებელი ყოფილიყო ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის. ეს ჯერ კიდევ თბილისის ომიდან გვახსოვს როგორ ითხოვდა პატრიარქი რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ და ისე გადავწყვიტოთ ეს საკითხი. ასე რომ ეს ძალიან ისეთი ფაქიზი საკითხი გახლავთ, რომელიც საზოგადოებაზე ნამდვილად აი ტელევიზიას ესეთი ძალა აქვს, რომ იქ რაღაცა ჟღერს, ამის გადამოწმებას არავინ არ იწყებს და ძალაუნებურად იჯერებენ ხოლმე. ამიტომ საზოგადოებაზე ესეთი ზემოქმედება მე ვფიქრობ, რომ დანაშაული არაფრით არ შეიძლება, იმიტომ რომ გაიგივება რა ის საპატრიარქო თურმე ამ პოლიტიკურ ნიშნით, ესე იგი ამ ხალხს ღებულობს, ყველას ღებულობს საპატრიარქო. საპატრიარქოში პოზიცია, ოპოზიცია, რა ვიცი, როგორც მოგახსენეთ, მართლმადიდებელი, არამართლმადიდებელი ჩვენ თვითონაც არაერთი კადრი გვაქვს ამის ამსახველი. პატრიარქის საღამოს ლოცვაზე თქვენ რომ ნახოთ ხანდახან ისეთი ადამიანები მოდიან არამართლმადიდებლები, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები უწმინდესისგან დალოცვას ითხოვენ, არა საქმიან დალოცვას, არა რაღაცა ოფიციალური ვიზიტს არ გულისხმობ, არამედ რაღაცა ყველა გრძნობს რომ ამ ადამიანს განსაკუთრებული მოღვაწეობის გამო მადლი აქვს და ამ მადლის მიღება ყველა სურს. ამიტომ დადანაშაულება ახლა იმისა საპატრიარქოში რომ თითქოს მან რაღაცა პოლიტიკური ნიშნით ვიღაცა მიიღო და ან არ მიიღო პოლიტიკური ნიშნით, ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა და ვფიქრობ, რომ
ეს ძალიან ცუდი დავალებას ასრულებენ ამ შემთხვევაში ჟურნალისტები, როდესაც მსგავს შეცდომაში შეყავთ საზოგადოება.